მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გრძელდება საქართველოს ტალღის ეთერში ჩვენი გადაცემა. ამჯერად შემოგიერთებით მე თენგო ომანიძე, ხოლო ჩვენი სტუმარი იქნება პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი კალბატონი ბაია ამაშუკელი, რომელიც გადაცემის მეორე ნაწილში ძალიან საინტერესო თემებზე გვექნება საუბარი. კალბატონ ბაია, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს და აქვე განათლებას შევეხებით. მე აქვე მინდა ვთქვა, რომ მადლობას მოგახსენებთ და ბოდიშ ვიხდი. ძალიან სწორი ფორმა არის. იმიტომ რომ ბოდიში არის საწმართული, ძველი ქართული და ვიხდი ნიშნავდა, რომ დამშავე ვარ და გამროზგე. ამიტომ ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ბევრი უშვებს, რომ მადლობას ვიხდი, არა, მადლობას მოგახსენებთ. ბოდიშ ვიხდი, ეს ისე. კი ბატონო და დიდი მადლობა მათ შორის. აი ამ ეხლა მე სანამ გადავიდოდე ამ ჩვენი განათლების პრობლემებზე და მინდა აღვნიშნო, რომ იმის გამო, რომ მე ფაქტიურად დინასტიურად ვარ ოჯახით, დიდი ბებია პედაგოგი მყავდა, მისი მეუღლე პედაგოგი იყო, სასოფლოში ასწავლიდა, ბებიას პეტერბურგში ეგ დამთავრებული კეთილშობილ ქალთა გიმნაზიაში ასწავლიდა, დედა პედაგოგი იყო, ეხა სახლში ზის და ის არის, რა ქვია, მის მარჩენელ დაკარგული, ასე ვთქვათ, პენსიონერია და მეც 20 წელია პედაგოგიურ საქმიანობას სტუდენტებთან ვეწევი და ამის გამო იცით რა არის, რომ აი ვერ წარმომიდგენია ის, ვისაც სტუდენტებთან და უმაღლესთან შეხება აქვს, რომ არ გაუჩნდეს კითხვები, რომელზეც აი რა კითხვებსაც და რა პასუხებსაც უпростоრედ ჩვენ ვისმენთ დღეს ტელევიზიიდან, აი არ არის ჩემთვის ეს აბსოლუტურად ისინი მიჩნდება კითხვები მეც. კი, ეს საუბარი არის, რა თქმა უნდა, იმ რეფორმაზე, რომელიც დავიწყებ იმითი, რომ რატომ ხდება, რომ აი ამ ეპშტეინის კადრების გამოქვეყნების მერე განსაკუთრებულად მწვავედ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში აღინიშნა ის, რომ გამოიკვეთა ის, რომ ჩვენ მთელი ეს რაღაცა დღეს უკვე გაშიფრული, გარყვნილი, აი უკიდურეს ქვენაგზნობებამდე დასული, რაც კი შეიძლება ადამიანმა იკადროს სიბინძურე, ყველაფერი იმ ოქროს ელიტაში ხდებოდა, ხო, რომელიც ჩვენ კუას გვასწავლის, გვითითებს, მათ ინსტრუქციებზე დავდივართ, ხო და ამიტომ ეხა მინდა ზოგადად ჩვენი ქართველის ღირსებაზე ვილაპარაკო, რასაც მე ჩემს სტუდენტებს ველაპარაკები და სხვა შორის რომ უხსნი ხა ზოგისთვის ეს ძალიან ისეთი ის არის, არ ახსენ უყურებ, მაგრამ ბევრი ინტერესდება ამით, იმიტომ რომ ამ საუბრების მერე ჩემი ორი სტუდენტი დადიოდა აქციებზე იქ აკაცუკებთან და რომ ავუხსენი მე თუნდაც ექვთიმე საყაიშვილი ვინ იყო. იმ უნივერსიტეტის ბაღში რა კორიფეები არიან დაგრძელებული, რა მიღწევები აქვს საქართველოს წინაშე. აი ამას ყველაფერს ბავშვს რო აუხსნი და პლუს იმას რა გავლენა აქვს ქართულ ტომებს, წინარე ქართულ ტომებს თელ ცივილიზაციაზე მოხდენილი, იქ უკვე ცოტა ღირსება მინდა ამათი წამოვწიო, გესმით თქვენ, რომ ეს არის ჩემი ღირსება, ეს არის საქართველოს ღირსება და ამიტომ მიდის ტოტალური შერტევა ამ პატარა საქართველოს. აი კალბატონ ბაია, ძალიან საინტერესო თემაზე ვიწყებთ საუბარს და მაგას ამ თემით მინდა რომ მეც ამ თემას მინდა რომ გამოვეხმაუროთ. ის რომ ქართული ცივილიზაცია ეს ზოგადად არის გავრცელებული აზრი, რომ პატარა ერების კომპლექსი, რომლებსაც შეიძლება თავისი თავი წარმოუდგენიათ სამყაროს ცენტრად და ასე შემდეგ და მათ შორის აი ქართველებზეც ასეთ შეფასებები მომისმენია, მაგრამ თავისთავად ის, რომ ჩვენი ცივილიზაცია, ქართული ენა პირველ რიგში ეს არის უძველესი წარმონაქმნი, ასე ვთქვათ და თან ენა, რომელსაც არ ყავს მონათესავე, ის არ არის არც ინდოევროპული, არც ინდოირანული, იზოლირებული ენა, რომელიც აქ შეიქმნა, აქ დაიბადა, არსაიდან აი რაღაც ჩვენ სამშობლო არავისთვის წაგვირთმევია, ეს მიწა ყოველთვის ჩვენი იყო, აქ დაიბადა ჩვენი ენა და გარდა ამისა ქართულ კულტურას აქვს ხო ისეთი მიღწევები, რომლებსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოსთვის. დაწყებული, არ ვიცი, ღვინის აგრარული სფეროს თუ ავიღებთ, ღვინის დამუშავებით თუ ხორბლის მოყვანით თუ შემდეგ უკვე მეტალზე მუშაობით და პირველი მეტალურგიული საქმიანობით, ეს ხო ნამდვილად ობიექტურად ასეა. ჩვენ ხო ეს არ გვეჩვენება. მე წამოვიღე წიგნი, ეს არის ჩემი მეზობლის ცირ კალბატონის ცირაინს პირველი დაწერილი მეცნიერ, რომელიც მთელი ცხოვრება შეალია ამას და ეს კალბატონი შვილმა გამოუცა ეს წიგნი, შვილიც გარდაიცვალა სამწუხაროდ და თვითონაც. ჩემი მეზობელი იყო და სულ დავრბოდი წარმარა რაღაცებს ვეკითხებოდი ვეფხის ტყავასანზე. ძალიან ბევრი ინფორმაციის ფლობელი იყო და ეს წიგნი ფაქტიურად ბიბლიაზე, ქართულ ხელნაწერებზე იმითი აქვს ამ ქალს დაწერილი. დადიოდა აბასთუმანში ყოველ ზაფხულს და აი ეს ერთ წელს თქვენ გიტოვებთ იქ ამას. ეს არის ქართული ანბანი, ასომთავრული ვარსკვლავებად გამოსული, რომელიც ცაზე გამოდის ზაფხულში.
და ეს ის ანბანია ადრე თუ მითოლოგიურ სფეროს იყო რო ეს ზღაპარია ხო რომ ფარნავასი სიზმარი რო ნახა და ქნა ენა ქართული ამაზეა ლაპარაკი გესმით თქვენ ანუ ეს ის უფლის ანბანია სხვა შორის ამ ქალბატონ სორბონის ფუძენის კათედრასთანაც ჰქონდა შეხება იმიტომ რომ ნაშრომიც მისი დაჯილდოვებულია და აქ წერს ამ წიგნში რომ სორბონის ფუძენის კათედრა მივიდა იმ დასკვნამდე რომ ეს არის ერთი ენა აგერ ხა ამოწერილი მაქვს თვითონ წიგნში აქ რომ ალფრედო ლომბერტი მე დარწმუნებული ვარ ყველა ენას ერთი საერთო ძირი გააჩნია მაქს მიულერი მე შემიძლია დავამტკიცო რომ ენები ერთი საერთო ძირიდან წარმოიქმნა ოტო იეს სპენსერი რადგან ენათა ერთი საერთო ძირიდან წარმოშობა ეს აღარ იწვევს ადვილი დასაჯერებელია რომ ენათა აღრევა მხოლოდ განსახებულ ღმერთს შეეძლო ამას ადასტურებენ ლენორმანი, ჯავახიშვილი და ჯანაშიაც, გესმით თქვენ. ასთავარია სვანური დამწერლობა, სადაც შუმერი, ხეთური, სუბარული ხალხების ყოფა ძალიან მსგავსია და ის რომ შუმერები გაქრენ, როგორც გაჩნდნენ იქ ხო ცივილიზაცია. უცნაურად მოხდა. და ამ დროს სუმერი ერქვა სელის სამოში ჩაცმულ ადამიანს, სუმერ. ესე იგი სელი რო კოლხური სერი ეგვიპტურს ჯობდა და გადიოდა ექსპორტზე, ესეც არსებობს ამის. სპორტები ბოლო აღმოჩენებიც მათ შორის აი საწურბლის მღვიმეში თუ სწორად მახსოვს, რაც გაკეთა ბოლო წლებში, სელის უძველესი ნიმუშიც იპოვეს სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე. კი ბატონო, საფეიქრო რომ რეწველობაზე არის საჯაროში წიგნი და იქ ამ ყველაფერზე შეიძლება წაკითხვა. გარდა ამისა, აი შეხედეთ აგერ მე წამოვიღე იმის ზურაბ კიკნაძის შუმერებიდან მაქვს ამოღებული ხა მაყურებელი ვერ დაინახავს, აგერ ეს არის მისი შუამდინარეთის ტერიტორია. ანუ ტიგროსის და ეფრატის, სადაც შუმერები სახლობდნენ და შემდგომ უკვე ურარტუც იყო იქ, რომელიც ბარბაროსებმა იმას აქ არის მეორე არის ქალაქი ური მონიშნული. კალხა იგივე კოლხა და იქვე უნდა იყოს ხახა, რომელზეც სავარაუდოდ ხაშურის ეტიმოლოგიაა შემორჩენილი. შუმერებს იმის გარდა რომ ჰქონდათ უდიდესი ცივილიზაცია და ეს თიხის დაფებზე არის აღმოჩენილი, ხო? სამუელ ნოას კრამერი წერდა რომ ცივილიზაცია მოდის შუმერიდანო. სელის აფრებით შემოვიდა არგო იმაში, რა ქვია, კოლხეთში. და შემოვიდა თქვენ გადაცემებშიც არის ხოლმე ფილმებში საუბარს უყურებ მე რომ შემოვიდა არა რაღაცა ცხრის ტყავის წასაღებად, არამედ ეს იყო ძალიან თხლად დამუშავებული ცხრის ტყავი, როგორც ეგვიპტელებს ისინი ჰქონდათ ეტრატები, რომელზეც ხრიზოგრაფით, ანუ ოქროს ასოებით იყო რაღაცა დიდი საიდუმლო ჩაწერილი. საზღვაო გზებზეც ჰქონდათ მარშრუტები დატანილი, იმიტომ რომ ციური ნავთობები ძალიან კარგად იცოდნენ ძველმა კოლხებმა ეს. და პლუს ოქროს მოპოვების ტექნოლოგია, მთავარი ტექნოლოგია იმ დროს. გესმით თქვენ? რაც უნდათ რომ წაეღო და მოიპარეს. და ისევე რომ როგორც ახლა მედიაზე ვრცელდება დღეს ის რომ მედიამ შვილები დახოცა, ეგეც არასწორია. მე შემდგომში მოგონილი მითია ეს დისკრეტაციისთვის პედაგოგიური. ხო და რაც შეეხება შუმერებს, მე ყველაფერი ეს აისახა სვანურში. აი მე ნაჩუქარი მაქვს ზურა ქაფიენძის და მიჩბოანის წიგნი შუმერებზე და ზურა მეუბნებოდა ბატონი ცხონებული ზურაბი რომ 4-ჯერ გავაგზავნეო შუმეროლოგთა იმაში ამერიკაშიო და არც ერთხელ პასუხი არ გამწესო, იმიტომ რომ იმათმა იციან. გესმით თქვენ ეს რა მნიშვნელობა გაქვს? მე ხა საუბარში გეუბნებოდით რომ ქალაქი არ მახსოვს ამერიკის სადაც ერთ-ერთ ლაბორატორიაში ქართული გენი გამოიკვლიეს დნმ რომელშიც აღმოჩნდა და არქვეს როგორც ქრომოსომა სიკვდილის მახსოვრობა, ანუ სიკვდილის შიშის არ ქონა, იმიტომ რომ კაცობრიობას რითი იმორჩილებ ადამიანს რომ ეშინია, ხო? აი კორონას დროს, როდესაც გაავრცელეს ტელევიზორში რომ ამერიკაში იმდენი ადამიანი იხოცება რომ კობოები არ ყოფნის და ცელოფანებში ახვევენ, უკვე დაისტრესა ხალხი და სხვა შორის მე ველოდები იმას რომ მოსთხოვენ პასუხს იმ ხალხს, თუნდაც იმ ნაძეს, რომელიც გამოვიდა და იძახდა რომ ყოველი მეორე მოკვდებაო. მე მეეჭვება რომ ვინმე მამათ ამის გამო მოსთხოვონ, ეხა აი ამ თემას რადგან შევეხეთ ძვირფას მაყურებელსაც დარწმუნებული ვარ, ეხსომება ეს მარტო ჩვენ ხო არ გვაქვს ეს მეხსიერება, რა ინფორმაციებს გადმოსცემდნენ, აი მთავარი საინფორმაციო საშუალებები. საუბარი მაქვს ისე და ავტორიტეტულ საშუალებებზე, როგორიც არის ევრონიუსი, როგორიც არის BBC, როგორიც არის CNN და მე ქართველებიც რო იტაცებდნენ. იტალიაში ესე იგი გვამებს ქუჩაში წვავენ, აი ეხლა ხო უკვე დამტკიცდა რომ ხედავთ რომ პუილი იყო ეს ყველაფერი. არ იყო იმისთვის შექმნილი, ეს იყო ადამიანების შემცირებისთვის, ხო ძალიან ბევრი შედეგები, ტვინის ინფარქტი, ინსულტი, მე სულ ონლაინ იმებს უსმენდი ამაზე. რიშარ ბუტარი გამოვიდა, ამერიკელი პროფესორი, ის არის ინდუსი. და იმან ილაპარაკა რომ თქვენ რომ გაჩვენესო ცელოფანში გახლოულიო ისო მანიკენები იყო და ჩემმა მოადგილე ქალმა რომელმაც გაახმოვანა ესო დაიჭირეს 6 თვის ჩასვესო და ეს ყველაფერი ხდება
იმ დროს, როდესაც ასათვისებელია ის ვაქცინები, რაც შემოვიდა და არის მარხვა, მისი რა ქვია, საშობაო მარხვა და ხალხი დაისტრესა, იმიტომ რომ ადამიანს ეშინია სიკვდილის, ხო, ყველაზე მეტად. ის რომ შენ გათვითცნობიერებული ქონდეს, შენ 3 არედან 3-4-ში გადადიხარ და ამიტომ არ ქონდა ქართულ შიში და ეს ქართველი თუ მოისპობა თავისი სიბრიყვით რომ იმას შემოიტანს გენმოდიფიცირებულ პროდუქტს შემოიტანს, მიწებს გაყიდის და აქცევს, ხო განათლებული ერი არის სახელმწიფოს მშენებლობის საწინდარი. აი ბოლონის პროცესმა დაიწყო ეს ყველაფერი. ჯერ მე მაინტერესებს ერთი შეკითხვა დავსვარო. ჩვენ სანამ ამ ევროპულ განათლებასთან, ასე ვთქვათ, ზიარებას არ ვესტრაფოდით, ხო? ჩვენ არ ყავდა პროფესორები, მეცნიერები იმ დონის, რომ აი ანგრევდნენ თემ სოფლიოს. მე მახსოვს ბატონ მერაბ ჯიბლაძესთან და ჩვენ მისი აქციებზე ვიდექით უნივერსიტეტთან, როცა ხუბო მეც ვიჯექით, ჩაკეტა. პროფესორები ჩაკეტა, წყალი გადაკეტა, ტუალეტი გადაკეტა და ვიჯექი, იმიტომ რომ მე უნივერსიტეტი დავამთავრე. ეს არის პერიოდი, როდესაც ბატონი გიახუბოა იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდია, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. მე როგორც ვიცი, რამდენადაც ვიცი, ეხაც არ რექტორი არის ქუთაისში. ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ხო და ამიტომ იცით რა არის ხა, მე იმედი მაქვს, რომ სწორედ გამიგებენ, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ოცნებაში და მართლა კარგი ხალხი, მაგრამ ეხა პრევენციის სახით ვამბობ დღეს, რომ მე მარტო მემუშაობ თელოჯახში. სულ ყველა სამსახურის გარეშეა დარჩენილი, ხო და ნუ ამიტომ იცით რა არის, რომ აი ძალიან არ მინდა, რომ აი ეს ფაქტი, რაც ამ რეფორმით ხდება, რომ მე ოცნება ლანძღონდა იმასგან, რომ შევაკავე, ამაჩემ შეაკვდა ამ ამბავს მართლა ოცნების დაცვას. და საკმაოდ ისეთი ოპონირება ქონდა. მე არჩევნებში უბანი მქონდა მთელი ვაკეში და რა ვიცი მუქარების ფასად უბნის მეებს, მანქანებს უწვავდნენ, სახლებში მუქარები იყო და არ მინდა, რომ კბილებით დამიცავს ოცნება და ნამდვილად არ მინდა, რომ ცუდი გავიგონო. აი რა ვქნა ეხა. და შეცდომაც კიდე რა ვქნა მიმაჩნია, რომ უნდა ვთქვა. ეს ალბათ აუცილებელია, იმიტომ რომ შეცდომებზე თუ არ მიუთითებ. ერთი რა არის, იცით რომ ამან მიიყვანა თავდადროული სააკაშვილი იქამდე სადამდე ის მივიდა. ხო, ჯერ რა ქვია, თვითონ ეს იგი იმ დროს, რა დროსაც აი ეს მთელი შემოტევა მოდის უკვე რამდენი წელია, თუნდაც აი ამ მისი რა ქვია, კანონების გაუქმებაზე, ხო, ოჯახის სიწმინდის და ამის, ანუ მთელი მსოფლიო არის მომართული და აღმოჩნდა რომ ეს მსოფლიო არის უგარყნილესი. უბინძურესი გესმით თქვენ და ჩვენ აი ამ სოფლიოში მივიდივართ თავით შესარჭობად. როდემდე უნდა იყოს ეს ჩაწერილი კონსტიტუციაში, ძალიან მაინტერესებს. ესეთი სოფლიო გვინდა ჩვენ ახლა გამოსწორდება, იმის არ იყოს ორიანი ხო არ არის ელენე ყიფშიძე იძახდა რომ გამოასწორო. ხო და ნუ ამიტომ ახლა მოიცა ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო ფენომენია ახლა ნიშნის მოგებით კი არ ვამბობ, მაგრამ მთელი ეს პერიოდია გვესმის, რომ აი მაგალითად პუტინთან მიმართებაში კაცი ჭამია და რეალურად ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ანუ გადატანითი მნიშვნელობით მართლა კაცი ჭამიები ყოფილან. ეს დადასტურებულია, მტკიცებულებები არის გამოქვეყნებული. ეხლა სხვათა შორის ცოტა ხანში ვალენტინობაზე გაიგიჟებს ყველათავს. შეხო მატრაბაზები ვარ რა ქართველები. ხო და აი ხა მაინტერესებს რომ აი არგუმენტები ხო რომ ჯერ პირველი მოვისმინე რომ თითო უნივერსიტეტში თითო ფაკულტეტი უნდა იყოს. რომელი ფაკულტეტია ისეთი წონადი რომ ერთი უნივერსიტეტი დაეთმოს მას. ან თქვათ რომელი ლექტორი წავა სიტყვაზე აქ მომუშავე ლექტორი სიტყვაზე ან ქუთაისში ან რუსთავში. ხო. ხო ეს გამორიცხულია. მე ითქვა რომ ჯავახიშვილს ესე უნდოდა. სად გაიგეს ეს ხოჭორს არაერთხელ ითქვა. არა, ნუ ეს იმის არ ამის გამო კრიტიკა შეხვდათ, მაგრამ მე კიდე გაიმეორეს, რომ არა, ნამდვილად ჩვენ ვასწავლებ ჯავახიშვილს. არგუმენტი ვერ გავიგე მე. მე ითქვა, რომ ხარისხი არ ვარგა. ეს კი ხარისხი თუ არ ვარგა თვითონ საგნის იმას ერთ უნივერსიტეტს მეორეს რომ მიუერთებდა, ამით ავტონომიას კარგავს და 65 წლის ზემოთ რომ დეკანი და რექტორი ვერ იქნება, ხო? დავიწყოთ იმითი რა ქვია აკაკი შანიძით, ვახტანგ ბერიძით, გიორგი ჩუბინაშვილით, ეს ხალხი უკაცრავად, მაგრამ მეც სამეცნიერო მოღვაწეობას ადამიანები იწყებენ 60 ზემოთ, 70 წლის ასაკში და ეს რა არის? სააკაშვილმა თავის დროზე გეხსოვნება თქვენ ჩარეცხა ხო პროფესურა. ეს დამოკიდებულება რომ არავის არ კითხავ არაფერს, თორსა შეიძლება თუნდაც საზოგადოებრივ უწყებელზე, რომელსაც ევალება საზოგადოების სატკივარის გაშუქება და ამდენ მილიონს იღებს. რომ დაეკითხო იმ პროფესორებს, ვერ გავიგე, თვითონ არის ყველაზე ჭკვიანები? სხვა არავინ აღარ დარჩა ჭკვიანი და მეცნიერი და ისა?
თუ ჩვენ ევროპაში რო არ ვიღებდით განათლებას, მაშინ არ ქონდა კარგი განათლება და ის გერმანულ-პრუსიული მოდელი, რაც იყო, მართლა გადასარევი არ იყო. სახელმძღვანელოებსო დავწერთო, ვინ დაწერს ამ სახელმძღვანელოს? ის ახალგაზრდები, ლექტორები, რომლებმაც აი ამ განათლების სისტემით ისწავლეს და აკაცუკები გამოზარდეს? დღესაც კი სკოლებში საზეპიროები ლექსი არ ისწავლება, შინაარსი ისწავლება. კი ბატონო. ხო და რა ქვია, თუ კაცსაც ცოდნა არ აქვს, გასტანჯავს წუთი სოფელი, ამას ბავშვი შინაარსი როგორ უნდა ისწავლოს? ჩვენ გეგმას ვწერდით, ხო? გახსოვთ ალბათ, ხო? ეს გეგმა ანალიზს აკეთებდი, ნაწარმოებს კითხულობდი, ღრმად ჩადიოდი შიგნით. რაღაცა მუშაობდი წიგნთან. ძალიან კარგია თუ ტელეფონებს და იმას აგრძალავენ. მე მაგათად სტუდენტებს როცა გამოსთას ვაწერნებ, ყველა ტელეფონი წინ მიდევს, იმიტომ რომ იმდენად საკუთარი თავის იმედი არ აქვს ცოდნის, რომ იმას უყურებენ. აუცილებლად და იქ რო შეცდომა წერია ხშირად და მერე ვაკლებმე ნიშნავს გაფრთხილებული მყავს. და ამიტომ იყო რომ დავსვი ველაპარაკე, ექვთი მე ვინ არის, ის ვინ არის, ეს ვინ არის და ცოტა შეეცვალათ სტუდენტებთან მუშაობა იყო საჭირო. რა თქმა უნდა, ეხა ეს ხო ისედაც აი, თუნდაც თქვენ საუბრობდით, რომ კრიტიკა ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ თავრობის მხრიდან მათ შორის იყო ის, რომ აი ისინი არ ამზადებენ ტექნიკურ იმ პროფესიის ადამიანებს, რისთვისაც ეს უნივერსიტეტი არსებობს. ეხა ამ შემთხვევაში ეს შეიძლება ასეც არის და მართლაც ასე არის, რომ 30 წელია ინჟინერი აღარ ჭირდება ამ ქვეყანას. ეს ხო უნივერსიტეტის ბრალი არ შეიძლება რომ იყოს ის, რომ რაც კი ინდუსტრიული ბაზა ჰქონდა ამ სახელმწიფოს, რომ გაყიდეს და ჯართად გაიტანეს თურქეთში და აწყობილი ინდუსტრიული სისტემა დაშალეს. ეს ეხა ტექნიკური უნივერსიტეტის ბრალია და ამის გამო მე რო შენ უნივერსიტეტს აუქმებ, ცოტა გაუგებარი გადაწყვეტილებაა, ხო? მათ შორის მე მაქვს ნასწავლი, ხა მე არქიტექტურას ვსწავლობდი, ხა ხელოვნებაცოდნეობაზე და ინსოლაცია იყო ეგეთი კანონი, შენობას და შენობას შორის 50 მეტრი დაშორება, რომ ვინაიდან სეისმურ ზონაში ვართ, არ დაენგრია ორ შენობას ერთმანეთს და სანამ წყლამდე არ დავიდოდნენ საძირკველი, იმიტომ რომ ჩვენ წყალზე ვდგევართ თბილისი, ხო? ცნობილია იქითკენ იმაზე მარჯანიშვილზე იმაზე რომ ჩადის, რომ აი ეს გაეთვალისწინებინა და სხვა შორის აი ადრე არ ვიცი გახსოვთ თუ არა თქვენ ჩემზე პატარა ხართ, სახანძრო რო იყო ვაკეში. აი ეხლა ის არის ქვემოთ გუდვილია. მერე ვიღაცის მაღაზია იყო და მერე ის მაღაზია როგორშან ჩამოართვეს და დაიწყეს მშენებლობა და მივდიოდი და ვიყურებოდი ხომ რომ ქვემოთ იდგა წყალი საძირკველში. და მერე ამიხსნა ერთმა ძველმა იმან არქიტექტორმა რომ სპეციალურად ააშენეს ის სახანძრო, სადაც წყალი იყო, რომ მუდმივი წყალი ქონოდა, რამე რომ მომხდარიყო ისაგე. ყველაფერი გათვლილი იყო. და მერე მეორე მთელი ეს ეპშტეინის უბედურება ხო აღმოჩნდა რომ ეს ყველა ფაილები შენახული იყო ფაქტიურად რაღაცისთვის, ხო, რომ მერე შანტაჟისთვის გამოეყენებინათ. აი პარალელი ხა ეპშტეინის პედაგოგი იყო და თქვენ გახსოვთ სააკაშვილის დროს ფლეჩერი, ასევე გარყვნილი, ხო? რაღაცა იდენტური ის დავინახე მე. აქაც შენახული ეს კომპრომატების ისა და მე ხა გავიხსენებ ეს დაბეჭდილება ბევრს დარჩა, რომ თითქოს რაღაც ერთი სისტემა მუშაობს და მარტო ეპშტეინი არ არის პრობლემა. ციხეებში წამებაც ამათმა იქ ისწავლეს, იქ ჩავიდნენ და იქ აიწვიეს ეს მეთოდები. და მე გავიხსენებ ფაქტს, რომ მე და მამა ვისხედით ერთი პროფესორი ის და ის კაცი გარდაიცვალა და ისიც გარდაიცვალა ვის ნათქვამსაც ეს კაცი ყვებოდა რომ მანო მითხრა რომ შეიძლება ბევრი ჰომოსექსუალი უნდა იყოსო ხელისუფლებაშიო და რო ვკითხე რატო ჭკვიანებიან არო ადვილი სამართავი ხალხიო ანუ კომპრომატი გესმით თქვენ ეს კომპრომატით მართვა საზოგადოების და ეს ყველაფერი ჯერ არ ვიცი ხა თუ არ არის სუმთლად განადგურებული, კარგი უქნიათ, მაგრამ არ შეიძლებოდა იმ კასრების ფაილების განადგურება, არაფრით მე რომ ვკითხოთ რა. ეხა დავიწყებ რითი, იცით, თუ თავიდან რომ ეს ყველაფერი დაიწყო 1984 წელს, როცა სანტა-ფეს ინსტიტუტში სტივენ მანის ხელმძღვანელობით დაიწერა მართვადი ქაოსის თეორია, სადაც პირდაპირ ჩამოწერილია ტექნოლოგიები და ეს თეორიას მონაწილეობდა ორი რუსული გვარის, ის იყო ბიოლოგი და ანუ გულისხმობდა აი როგორც კოსმიური ქაოსიდან შეიქმნა წესრიგი, ანუ ახალი მსოფლიო წესრიგის. ოღონდ ეს წესრიგი იმათ უნდა მოეწესრიგებინათ, ვინც შექმნა, ანუ ქმნიდნენ სპეციალურად ქაოსებს ქალაქებში, ქვეყნებში და მერე თვითონ თავის შკოლაზე აწესრიგებდნენ, მაგრამ
ახალი მსოფლიო წესრიგი თავისთავად გულისხმობდა, რომ იმ უფლის მიერ წესრიგს, რაც მოდიოდა საუკუნეებით, ხო ქრისტიანულ წესრიგს უპირისპირდებოდა რაღაცა ძალა და გამოჩნდა რაც ეს ლიბერალური ტენდენციები და ძალა, რაც რის მერეც წამოვიდა, აი ეს რაღაცა ერთსქესიანთა ისა, რაღაცა გენდერული რაღაცა უბედურებები და მთელი ეს სხვა შორის ამერიკიდან დაიწყო ესა. როცა AFAM, ამერიკის ფსიქიატრული ასოციაციამ იმითი კენჭის ყრით და ეს ამას ერქვა ეპისტემოლოგიური სკანდალი, როცა არც სამედიცინო, არც სამედიცინო საფუძველი არ ქონდა, დაავადებათა სიიდან ამოიღო ეს ჯგუფი. და შემდეგ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადაწერა პირდაპირ ეს გადაწყვეტილება. წელიწადში ერთხელ ახდენდნენ ესენი რევიზიას დაავადებების და აწვდიდნენ ჯანდაცვას, ჯანმოს. ჯერ მთელი ეს სტრუქტურა ეხა ჩვენ ვერ ვიქნებით იზოლაციაში, რასაკვირველია რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან უნდა ვითანამშრომლოთ, მაგრამ ფაქტია ხო, რომ მსოფლიო ბანკიც, სავალუტო ფონდიც, ჯანმოც, სავაჭრო ორგანიზაციაც, ყველა ეს ორგანიზაციები არის იმ ელიტის ხელში, ვისი ფაილებიც გამოქვეყნდა. ხო ფაქტია, მთელი გოლივუდი, რამდენი მსახიობი ჩვენი სათაყვანებელი რაღაცა ძალიან გულდასაწყვეტია. მან ყველა საინტერესო ის არის კავტონბაია დღეს არ არის შეიძლება ეს ჩვენი საუბრის თემა, მაგრამ აი ილონ მასკი, რომლის დიდი თაყვანისმცემელი მე არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემზე ძალიან სწორი პოსტი ქონდა ამ საკითხზე გამოქვეყნებული, რომ თუ ესეთი უბედურება ხდებოდაო, მაშინ მხოლოდ ეპშტეინის თანაშემწე რატო აგებს ამაზე პასუხსო? არავინ არ არის დაჭერილი და არც იმაზე ფიქრობენ, რომ ვინმე ამის გამო პასუხი უნდა აგოს იმ ელიტაში. პირიქით, მიმდინარეობს გადაფარება. გასრული იქ, რომ აი პრინციპი, რომ აბა ჩემშუს ხო ახლა მაგათ სულხასაბასთან შეხება არ აქვს, მაგრამ ნუ ლოგიკა ეს არის, ხო? მაგრამ თუ ამ პროცესის მიზანი, ამ ფაილების გამოქვეყნების მიზანი არის ამისი მხილება და დასრულება აი ამ ელიტის, მე არა მაქვს ამისი მოლოდინი, იმიტომ რომ ვინმე ამას ამ ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს. ეხლა ჩვენ გვაჩვენებენ ეპშტეინი რა დემონი იყო, ადამიანი, რომელიც 2019-ში უკვე გარდაიცვალა. ამ ყველაფერში თურმე ჩართული იყო მთელი ელიტა და ამაზე პასუხი არავინ არ უნდა აგოს და ციხეში არავინ არ უნდა ჩაჯდეს. წარმოგიდგენთ, ვინ უნდა დასაჯოს ესენი, იმიტომ რომ ვინ არის ის, ვინც თვითონ არ არის ამ საქმეში გასული და გასული. ნუ ამიტომ იცით რა არის ეს ბუნებრივი ამბავია, რომ ადამიანებს, ვინც აი ესეთ ბინძურ იმაში არიან, რასაკვირველია ურჩევნიათ სხვაც გასვარონ. ხო, რომ მე უკვე შენთვის ვეღარ გაიშვერ იმაზე, რომ ის ქურდია, თუ კი შენც ქურდი ხარ, თავისთავად, ხო? ნუ სანამ გააქვს რაღაცა ძალაუფლება და ვიღაცის დასჯის მექანიზმი, ამას იზამ, მაგრამ ბოლოს ვერ იზამ. მე ხა კიდე მე ერთი ის მინდა წარმოგიდგინოთ თქვენ, ისევ ბატონ მერაბ ჯიბლაძის იმითი, მას ნათქვამი ქონდა ჩემთვის, რომ ებრაელები ჩამოვიდა ჯგუფი სპეციალისტების, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ალია მოხდა და გავიდნენ ისრაელში, იქ რაღაცა დაირღვა ბალანსი განათლების სისტემაში და მერეო ჩვენო შექვენითო ებრაული განათლების ხსნის კომისიაო 2 წელი მუშაობდით ამაზეო და 12 ქვეყნის განათლების რეფორმების მიხედვით, მაგრამ ჩვენ მივხვდით, რომ ჩვენი ებრაული გვინდაო. და მე ეს რო გამახსენდა, მე 2012-ში ვიყავი, აი 2012-ის 9 რიცხვით არის მარტით ეს დათარიღებული, რა ქვია, ენის კულტურის და განათლების ჯგუფში. იქ ბევრი ვიყავით, სხვა შორის ბატონ ლევან ღვინჯელიაც იყო, ერეკლი უხენძი, უამრავი ადამიანები სხვადასხვა ჩვენ იმებს ვდებდით. ხო და ისა, მაშინ დავიწყე მე იმათ მიხედვით, 11 ქვეყანა ვნახე, მე 12 უკვე ჩვენი საბჭოთა ის იყო განათლების სისტემა და ნუ იმის მიხედვით ახლა იმას ვერ ჩავწერდი მე ერთხელ ნათქვამად თქვენ იმაში გადაცემაში რომელიღაცასთან, რომ აქ იყო რა რომ მიზანი, ანუ ვინ უნდა გავზარდო და რა უნდა გამოვზარდოთ, იმიტომ რომ იმ საბჭოთა სისტემას ჰქონდა ის, რომ ბავშვი იზრდებოდა საზოგადოების სრულფასოვან წევრად, ხო თავისი დილობით, ამით, იმით, განათლებით, ცოდნით და ასე შემდეგ. ხა თვითონ იქ ჩაწერილი აქვს, რომ სიონიზმის, ერეთ ისრაელის ცოდნის, ისტორიის ცოდნის, როგორ უნდა უფროს კლასელებს რომ თვით იდენტიფიცირება შეეძლოთ. ხა იქ არის რელიგიური სკოლები და ჩვეულებრივი. ხა ნუ ხა ჩვენთან ჩვეულებრივ სკოლებზე ვიმუშავე მე და რასაკვირველია ანუ იქ ცდილობენ რომ გაზარდონ ისრაელის მოქალაქეები, ისრაელის პატრიოტები. განათლების სისტემის ფუნქცია ხო სინამდვილეში სწორედ ეს არის. ჩვენთან ესე ესმით კალტონბაია, აი საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრებაც, რომ თითქოს განათლების მიზანი ეს არის მხოლოდ მშრალი ცოდნის ინფორმაციის მიცემა ბავშვებისთვის.
მართლაც ეს რო იყოს განათლების სისტემა, ეხა ხელოვნური ინტელექტი არის მოგონილი, რაც გინდა შეეკითხე, გიპასუხებს, მაგრამ ბევრი რამე არის. ბევრი რამს არასწორად გეუბნება, ესეც ცხადია, მაგრამ ნუ მხოლოდ ეს ხო არ არის პედაგოგის ფუნქცია, რომ ეს რობოტივით მოგაწოდოს მშრალი ცოდნა. განათლების მიზანი, სახელმწიფოსთვის განათლების პოლიტიკა ხო პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ შენ ისეთი მოქალაქე უნდა გაზარდო, როგორც ამ სახელმწიფოს ჭირდება. აი ეს გაგება როდის დაიკარგა ჩვენს ქვეყანაში, ან თუ ხედავთ იმის პერსპექტივას, რომ უნდა დაბრუნდეს. აი დაიკარგა იმ დროს, როცა ყველაფერს კომერციის ფორმა მიეცა, განათლებასაც, ჯანდაცვასაც, ხო? არ შეიძლება ეს ეხა. ბაზარი რო იძახე, ბაზარი გასაგებია, მაგრამ აი მსოფლიო ბაზარზე ხა არავის არ ჭირდება ჩემი ქართული და ისტორია, ხო? არავის არ ჭირდება ეგ. და ამიტომ ვიძახი მე რომ შენ რო სიტყვაზე იქ რაღაცას იქ შეიძლება ისწავლო ისეთი საგანი, რასაც არ ისწავლება ჯერ. და მინდა რომ ყველაფერი გქონდეს ჩვენ ისეთი, რაც გამოგვადგება, ჩვენ სახელმწიფოს რაც გამოადგება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, აი უმორჩილესად ვთხოვ, ვისი იდეაა პერსონიფიცირება არ მინდა მე, მაგრამ საშვილიშვილო საწყევრად არ მინდა რომ ოცნებამ გაიხადოს და ესე მოხდება. იმიტომ რომ მე რო სწავლობდი უნივერსიტეტში მაშინაც კი აუდიტორიების პრობლემა იყო, დიდი იყო ძალიან ნაკადი იმისი სტუდენტების, ახლა ჩვენთან იურიდიული ფაკულტეტის ჩვენთან იყო ისტორიულის, ფილოსოფიის, ასე ჩვენ სწავლობდით ეთიკას, სწავლობდით ლოგიკას. აი ამ ლოგიკით მივდივარ ხოლმე მე ხა, როცა აუდიტორიები არ ყოფნის, იმის მაგერა თუ ტექნიკური სექტორს უჭირს გპ-ში, ხო? მოდი რა, კორპუსები მიამატე, კადრები გაუშვირო, ამოქაჩოს ეს ტექნიკური სექტორი. გპ-ის გამოშვებულების აშენებულია ის იმელის შენობა, ეხლა რო სასტუმრო გახსნეს, ის პოსტის შენობა და ყველაფერი ასე შემდეგ. ისიც რა ქვია, უგულავამ რო დააგო ასფალტი და 14 სანტიმეტრი შვიდზე დაწია და კომუნისტების ბეტონი დარჩა, ხო? საერთოდ მე რომ მკითხოთ, უნდა ნაციონალიზაცია მოხდეს. რომ დაიბრუნოს სახელმწიფო მთელასი წყალი, იმიტომ რომ არ შეიძლება გენერაცია ერთის ხელში იყოს, დისტრიბუცია მეორეს ხელში იყოს და სახელმწიფო ტარიფს ვერ ადგენს. თუმცა ცხათეთრია რომ შემოდის ტარიფი, გესმით თქვენ. და ის რაც გააკეთა ბარამიძემ, რომ აფრასიძეები ამოხოცა. აი როგორც იტყვიან რუსულად ბისუდა ისლესტვია, ხო რატო? იმიტომ რომ მე ამბობ ბევრჯერ მოვისმინე ჩემი ყურით აფრასიძეების დედისგან საჯული რო აღმოჩნდი ხალხი ასამართლებს პროექტში მინდი აგურეხელიძე იყო თავმჯდომარე, რომ ჟვანიას და სააკაშვილის დავალებით ესენი აფეთქებდნენ მეცხრე და მეათე ბლოკს, რას უყურია არაფინანსური დაინტერესების გარეშე. და მერე რო გასცა უცბად დენი და ჩვენ ხელშეკრულება არა გვაქვს გაფორმებული თელასთან, რომელიც ტენდერში მოიგო ფრანგებმა და მიცეს სკოლს 10 თესლით ჩასწნენ ტარიფში, მაშინ, ეხაც არიან. ანუ იქ ხელშეკრულებით მე და თქვენ რო არ ვიხდით, გვეჭრება დენი და ჯარიმას ვიხდით, თუ დამიზიანა მოწოდებით რაღაცა მაცივარი სარეცხის მანქანა, ხო ვერ შეედავები, არა გაქვს ხელშეკრულება. მერე ნაგავი მიება ამას და ეხა ჯივიპი მიება, როცა უნდა გამოგერთოს, მოგწერენ რომ ვაკეში სადღაც იქ დიღომში რაღაც ავარია და ვაკეში მითიშავს წყალს, რატო? არის ეჭვი რომ იყიდება ჩვენ სასმელი წყალი. მე კოფიანას როდის აქვს ნათქვამი რომ მარაგი იწურება, პატრიარქმა თქვა გავცვალოთო ბარტერითო, რაც არა გვაქვს იმაში გავცვალოთ. რატო არ უჯერებენ ამ ადამიანს არაფერს ვერ გავიგებ. რამდენი რამე თქვა ისეთი, რაც ქვეყნისთვის საჭირო იყო. ხელა კორუფციული ინტერესი არის, იმიტომ რომ საქართველოს მართლა აი ჰიდრორესურსებით ამას მაინც ხო ყველა აღიარებს, რომ ჩვენ ჰიდრორესურსების არ ვიცი, ერთნიშნა პროცენტი არის ჯერ მხოლოდ გამოყენებადი, ანუ ძირითადი მარაგები აქ არის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე და ამისი აი რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობა შეიძლება ერთეულებს ჰქონდეთ. თენგო, ნებას თუ მომცემთ მე ისე ენაზე გავაგრძელებ, იმიტომ რომ ის რომ ქალდეაში ურიდან წამოვიდა ა ブラ ამი, რომელიც ებრაელთა პატრიარქი გახდა, ხო ხური და ა ブラ ამს ერქვა წებერ-ყებერი, რასაც აი ჟარგონით ყივურს რო ეძახდნენ ჩვენთან მაშინ. ანუ ეს წვერ ნიშნავს ჭას, ქვევს. ნოერო გადმოვიდა კიდობანი და ვაზი გააშენა და იოან ფრედრიხ ბლუმენბახი 5 რასის თეორიის ავტორი წერდა რომ ნოეს კიდობანი გაჩერდა კავკასიის მთებში, კავკასია ერქვა ერთ მთას მაშინ, ხვამლის მთას, გესმით? და იქ იბადებიანო ყველაზე ლამაზი ქალები და წარმოსადეგი მამაკაცები. ზოგადად თეთრი რასის ხო, ესეც დადასტურებული. ნიმუშად წარმოედგინა მას ქართველები კონკრეტულად. ისე როგორც კავკასიური გენი აღმოაჩინეს ფარაონების გენეტიკაში და ევროპელების უფრო ის არის. ხო და ამიტომ გავაგრძელებდი იმას, რომ იგივე ა ブラ ამი
რომელიც იყო დაუშვათ პატრიარქი და რომლის შვილი ისააკი დაბრმავდა ასაკში და გადაშალონ ბიბლია და წაიკითხონ დაბადება არის აღარ მახსოვს მე მგონი 25-31 თავია რომ ისააკს ყავს ორი ტყუპი ესავი და იაკობი ებრაული ტომი ესავი მონადირეა უფრო ჩვენ ვართ ხო და ეუნება ისააკი რომ წადიო ნანადირევი მომიტანიო კურთხევა უნდა მოქციო მაგრამ დედას რებეკას უფრო უყვარს იაკობი და ესავი არის პირმშო ანუ პირმშოობა ტყუპებში ამასა აქვს და იქ აღწერილია რომ მუცოსშიც რო არიან ის ფეხით იჭერს იაკობი ესავს რომ ის პირველი არ დაიბადოს და მომეციო შენი პირმშოობაო და წაიღო თავიდანვე კონდა და აქვია ვერ ვიზამო ამასო იაკობი ეუნება ესავიო თმიანიო და მამა მიხვდება კოც მე ვიღებო ჩემ თავზე ამასო წადიო ციკანი მოიყვანიო ეს ციკანი დაკლეს კისერზე და ხელებზე შემოახვიეს ციკნის ტყავი და იმას სუნიც აქვს და ისიც და თავზე რომ დაადო ხელი რომელი ხარ შვილო და იაკობი პასუხობს ესავი ვარო და ისააკის სიტყვები წერია რომ ხმაო იაკობის აქვს მაგრამ სუნი ესავის ხმა ის ახლა მონადირეს რაღაცა ეს ამ დროს ბრუნდება ესავი მამა რაკენიესო და შენიო კურთხევაო შენმა ძმამ მიითვისაო და დროებით დაემორჩილე უფროსი უმცროსო და მე რას მიტოებო და შენ გიტოებ ნოყიერ მიწებსო და ცის ცვარცაზეო ვარსკვლავებად აი გესმით თქვენ აი ამის პატრონი შეიძლება რომ შენ სპობდე იმ პოტენციალს და ამას არ ასწავლიდე სტუდენტს მე კიდე ერთ რამეს მოყვები მე საჯაროში მაქვს წაკითხული წიგნი ნიკოლაი დურნოვო იყო ეგეთი საშინელი ანტიქართველი და ქართველები რომ მივიდნენ ნიკოლოსთან იმპერატორთან და რაც გვერდშიო ჩვენო სულშენ სამსახურში ვართ იქ ბაგრატიონი ესაისა და მარტო სომხებს ფარველოფო წადიო ამას უთხრა ნახე ერთი ვინ არიან ეგენ რა უნდათო და რო ჩამოვიდა აქა ეკლესიებში შედიოდა არქივებში და იქიდან მასალებს იღებდა და მე ბოლოს დაუმეგობრდა ქართველებს ისე რომ ძალიანაც შეუყვარდა მაგრამ მე რატო ვიძახი რომ წიგნი იყო პამბინჯიკი გრუზინსკის ცირკვე საჯაროში ორი ეგზემპლარი ნუ ეხა მე თანამშრომელმა მომწერა ერთმა და ადრე მასთან მქონდა ინტერვიუ როდესაც ლევან ბერძენიშვილის დირექტორობისას წიგნადი ფონდის ისინი ეყარა მაშინ გაიზიდა წიგნები იმ პერიოდში და თუჯი სამინტილოციო სისტემა გაყიდა წიგნების კომუნისტების გაკეთებული ამკაც პასუხს არავინ არ თხოვს და ეხლაო ეს წიგნებიო აღარ არისო საჯაროში იმიტომ რატომღაც მისი ახლანდელი დირექტორი ესეთი ხმები მომდის მე რომ რუსულ გამოცემებს ერჩის და ამ დურნოვოს აღწერილი აქვს რომ აი ცნობილია ხო რომ თამარ მეფე ხარგავდა და ყიდენ მერე და გლახაკებს ურიგებდნენ ხო ერთ-ერთი ომის მერე ალაფი ჩამოვიდა ორი უზარმაზარი მარგალიტი იყო ისეთი დიდი იყო ერთი რომ დაარქვეს ობოლა და რა უყოთო ამასო ნუ ქალი იყო მაინც და სარტყელში ჩამიმაგრეთო და რო გავიდა ერთი კვირა და მოიკითხა ეს გლახაკებიო რაღა როგორ არიანო დიდო მეფეო ვერაფერი ვერ გავეცითო და ნუ მოკლედ მიხვდა რომ რაღაცა მაცდონა ეშმაკმა ამოუგლეჯია ეს ისა მარგალიტი და ამასო მხოლოდ ღვთისმშობლის დიადემა იმსახურებსო და ღვთისმშობლის ხატის მასში ჩასვა დიადემაში და რატო ვიხსენებ ამას რომ ამ კაც აღწერილი აქვს ამ დურნოს სხვა შორის ძლივს მოძებნე ინტერნეტში ეგეც და მისი ძმაც მუშაობდნენ იმასთან იმპერატორთან რომ ეს ისა ამოღებული აქვს სომეხი ეგზარხოსები როგორ თხრიდნენ ამ ხატებიდან მარგალიტებს და რა თვლებს და იდებდნენ უბეებში გესმით თქვენ და მთელი გამოცემა მაშინდელმა თბილისელმა სომხებმა გააქრეს მაგრამ საჯაროს დირექტორიც რო ერჩის ხა ეგეთ წიგნებს გამაგებინეთ ერთი წუთი აი ცოტა აუხსნელი ხა რუსულ გამოცემებს ერჩის გასაგებია დღევანდელი ნარატივი და ეს ალბათ მხოლოდ საჯაროს დირექტორს არ შეეხება ზოგადი ტენდენცია აი ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა საქართველოს ისტორიის ბოლო 200 წელი უკავშირდება სწორედ ამ ქვეყანას ვიყავით იმ იმპერიის შემადგენელი ნაწილი და ძალიან ძვირფასი ქრონიკები არის ამ ენაზე ხო გოგებაშვილი წერდა ერთ პერიოდი ირანი იყო ჩვენთვის ეგზისტენციური იმპერია მაგრამ ეხლა რო დავდგეთ და ირანული წყაროები რაც შეეხება საქართველოს გავაქროთ ეს ხო ჩვენივე ისტორიის დაზიანება არის ინამდვილეში ხო აი რატო აქვს ესეთი მიდგომები ვერ ხვდები კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ ხა ეს ამ განათლებასთან კავშირში არ არის მაგრამ ტენდენცია ჯერ ძალიან მიკვირს ის ხალხი ვისაც შეხება აქვს სტუდენტობასთან ის პროფესურა დავიჯერო მოწონს ყველას ეს რაც ხდება და ვერ ხვდება რა შედეგი შეიძლება ამან მოუტანოს აი ლოგიკურად ხო გაანალიზე და მიხვდები როცა აუდიტორიები არ ყოფნის ახლა ერთი რომ მეორე შეუერთდება საწავა იქიდან მოსული ხალხი კაი დაუშვათ მე სიტყვაზე გპ-ში მაქსის ფაკულტეტი რომელიც უნივერსიტეტშიც არის ჩემი რა ქვია
ის მაძლევს იმას, რა ქვია, წესდება იმის უფლებას, რომ კონდეს, თუ მჭირდება ხო რაღაცა მატერიალური იმისთვის. მოდი რა მითხარი, რომ იცი რა, მოდი ეს საგანი შენთან არ უნდა იყოს, მხოლოდ ტექნიკური იმებზე უნდა იმუშაო, ხო? რაღა კორპუსი მიაქვს, როცა გიული ალასანიას ბოგინობს და კანვასი და რეებს არაკეთებენ იქ და იმას. ეს ამ ფორმით ხდება, ეხა სტუდენტების ის ადრე იყო, ისინი სტუდკავშირები შექმნეს, როგორც გებელს ჰქონდა ის, რა ქვია, გიტრერუგენდები და ის ხუნვეიბი, აი ეგეთი რაღაცა. კი ბატონო. ხო და ვერ ხვდები, იცით მე? აი რა არის ამისი მიზეზი და თუ გაქვთ თქვენ იმისი განცდა, რომ შეიძლება ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი იყოს გონიერება, გარკვეულწილად არ ვიცი, ან კომპრომისი რანაირად შეიძლება ამას დაარქვა ადამიანმა, რომ ეხა ასეთ გადაწყვეტილებაზე შეუთანხმებლად, განუხილველად აიღოს ხელი და უბრალოდ თუნდაც საჯარო დისკუსიისთვის ეს თემა გამოიტანოს და არ მოხდეს ესეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ არ უწყიან რასა იქმნა. აი ეს რომ არ არის შეგნებული და გამიზნული ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს იქნებოდა ძალიან დიდი მავნებლობა, ეს თუ ამას შეგნებულად აკეთებს. შეღავათი არც ეგ არ არის ხა შეუგნებლად ასე. მე მახსოვს როდესაც გაიყიდა აკადემ გარატოკის ძალიან დიდი ტერიტორიები და კორპუსები ჩაიდგა და მაშინ აკადემია ეხაც გასუსულია მანანამ თქვა ნიკოლაიშვილმა აბსოლუტურად დავით რატო ხმას არ იღებენ აკადემიკოსები ხო პირველი მეცნიერების ისინი კორიფები რატო არ იღებენ ხმას რომ ეს არ შეიძლება ამის გაკეთება თქვენ ფიქრობთ რომ შეიძლება ასეთივე ინტერესი არსებობდეს ეხა ამ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით სხვა შორის იყო გარკვეული მინიშნებებიც რომ ფლობენ არასაჭიროდ დიდ ტერიტორიებს ფლობენ ისეთი ტიპის უძრავქონებას რაც არანაირად არ ჭირდება არც სამეცნიერო მუშაობას არც საგანმანათლებლო მუშაობას ამგვარი მესიჯების დონეზე ყოველ შემთხვევაში სამთავრობო ტელეარხებზე მოვისმინეთ სიუჟეტებიც ვნახეთ შეიძლება რომ ამ შემთხვევაში მართლაც რაღაც უძრავი ქონების ინტერესი იყოს აქ ვინმესი იცით რა არ მინდა რომ ეგრე იყოს ნამდვილად არ მინდა იმიტომ რომ იქ რადგან ის კორპუსები დგას და ხო როგორ იყო უნივერსიტეტში როგორ არის ხო ერთი კორპუსი ჟურნალისტიკის იყო მეორე რაღაცა იმის იყო მეს ყველას თავთავისი დანიშნულება ჰქონდა ესე იგი საჭირო იყო ხო ხა შენ რო იძახო რომ ის რა ქვია ის არის რა ქვია სარემონტოა და ინგრევა და ამიტომ დავანგრიო და მე წამომიჭივა იმას რა ქვია თათამჯენს უკვე გასაგებია ხო რა ხდება მაგრამ არ მინდა იმიტომ რომ ამდენი კორპუსი ამ პატარა ქალაქში ხო გასასუნ თქვა აღარ შეიძლება ამდენი მანქანა ნუ რაღაცა რეგულაციები ხო უნდა დაწესდეს არა თუ გავიქცეთ ჩვენ ვინც დავიბადეთ გავიზარდეთ ფეხი ავიდგეთ ქალაქში გავიქცეთ აქედან და სხვებმა იცხოვრონ ნუ მე ყოველ შემთხვევაში ეგ მიზანი მაქვს უკვე რომ აღარ შეიძლება აგაზრდო მე კიდევ ერთხელ ვიძახი რომ მე ფაქტიურად ვინახავ ახლა ოჯახს ამას ვიძახი პრევენციის სახით და მამაჩემი შეეწირა ოცნების დაცვას და კბილებით დამიცავს რამდენჯერ მეც იმიტომ რომ დამფუძნებელი ვიყავი ხმას ვაძლევდი ყოველ ჯერზე და არ მინდა რომ ცუდი გავიყო აი თქვენ თქვით მეორედ უკვე რომ პრევენციის მიზნით ამას ამობთ რატო შეიძლება გქონდეთ იმისი განცდა რომ არა ბოროტი მიზნით, არა როგორ თქვა, დაზიანების მიზნით კი არა, უბრალოდ მართლა სამართლიან კრიტიკას რო ეუბნები ადამიანი, ამის გამო შეიძლება რაიმე პასუხისმგებელი იყოს. არ ვიცი, იმიტომ რომ მე არ მომწონს ეს მიდგომა, რაც ერთ-ორჯერ დავინახე, რომ თუ რაღაცას იტყვი ისეც, რაც არ მოდის იქედან, მიდის ერთგვარ თავდასხმები და ისა. ამიტომ ვიძახი, ეგეც არ მინდა რომ დაუშვა, იცით? ნუ ღიად მაშინ გამოჩნდება ხო რომ ესე იგი მე ვიღაცა და ფაქტიურად მამაჩემის ოჯახია ესა ხო რომაც შეაკლა თავი და ასე გვერდზე ედგა და ყველაფერი ხო და ნუ არ ვიცი არ მინდა უბრალოდ ამიტომ უსვამ ხაზს თორე ხა პირველად ვამბობ ამას ეხლა ჩემ ახლობლებმა იციან და ნაცნობებმა მაგრამ ეს ღიად რომ გამომეცხადენი რომ ყველა 11 კაცი მყავდა უმუშევარი ნაციონალების დროს ოჯახში და მე პუბლიცისტიკით ვიყავი დაკავებული და ასე შემდეგ მაგრამ ნუ დღეს ეგეთ სიტუაცია და არ ვიცი არ მინდა დავიჯერო და არ ამგონია ნამდვილად ეს იქნებოდა ძალიან არასწორი კი არა ალბათ ქართული ოცნების მათ შორის იმიჯისთვის გამანადგურებელი ტენდენციები იმიტომ რომ ეხლა სააკაშვილიც თავიდან ძალიან ბევრი იყო იმ ადამიანის მომხრეც და ძალიან კარგი წარმოდგენაც ჰქონდა მაგრამ ზუსტად აი ესეთი მოქმედებებით რომ ჯანსაღი კრიტიკის მიუღებლობა
შეუთანხმებლობა ყოველგვარი აზრის ერთპიროვნულად ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც დაუშვებელი იყო, ამან მიიყვანა შემდეგ ის რეჟიმი იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაში ჩავარდა. ამიტომ აი გულწრფელი, კეთილი რჩევით და აი მოყარეს პირში უძრახეს პრინციპით, აი მინდა რომ გაიგონ და დაინახონ და რაღაცის თუ რაღაცას არასწორ ნაბიჯებს დგამდა დაეკითხები, შენზე ჭკვიან, შენზე გამოსცილ ხახს, მე ჩემთავს არ ვთვლი ხა, მაგას ჩემზე უფროსები არიან, იგი ბევრად კარგი სპეციალისტები. თუმცა ეხა ჩემი სადოქტოროდან გამომდინარე, მე უფრო მედია ექსპერტად გამოვდგები, ვიდრე აი ესეთი თემების იმაზე, მაგრამ აი მინდა ვთქვა, რომ მე მაგალითად ვერ ვისმენ აი სახელმწიფო არხები რო ქვია, იქიდან ვერ ვიღებ ამომწორავ ინფორმაციას და კიდევაც დავწერე მე ჩემ ნაშრომში, რომ ჩვენ დღეს დამოუკიდებელი მედია არ გვაქვს. ისიც რატო ერთი არის პრო სახელმწიფო და იმასავით პოლიქრონიონ უმღერიან და მეორე ნაწილი ხო საერთოდ ის კოშმარია. ამათ ეძახიან მე ისინი ყოველ შემთხვევაში დავისწავს დამოუკიდებელ სიტყვაში გულისხმობენ რომ ხელისუფლებისგან ვარ დამოუკიდებელი. სხვათა შორის იმ დღეს მომიწია და გადავრთე TV პირველზე, რომელსაც საერთოდ არ უყურებ. და ნუ გრიგოლია და მელაძე იყვნენ ერთად და ნუ იქ ხო ლაპარაკი როგორი არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება და მოდი რა ისევ ამ ხელისუფლებას მიმართავ მაშინ როდესაც არსებობს ნანა დევდარიანი რომელსაც შეგიძლია კითხოთ და დაგემოწმებთ ის დაგემოწმებთ ჩემ სიტყვებს იმიტომ რომ მასთანაც მაქვს ინტერვიუ ჩაწერილი რომ 2000 წლის ვარდების რევოლუციის 2003 წლის წინ რომ ჟვანიას რო პროგრამისტი ყავდა ებრაელი რომლის პროგრამაშიც ვირუსი იყო ფილტრი სიების კომპიუტერულ ვერსიაში და აგდებდა ხალხს და ხალხი რომ მივიდა უბანზე და აღარ დახვდა ციაში და ატყდა ამბავი ხო იგივე სქემა მიმუშავა იუგოსლავიაში. გალდონ ნანა იყო მაშინ თუ სწორად მახსოვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ნანა მითხრა ყიროდიო რომ ხელით დავწეროთ იმიტომ რომ რო შეყავდათ პროგრამაში და ეს ყველაფერი კეთდებოდა რუსტავიორის ოფისში სადაც იყო კიცმარიშვილი და მე კიცმარიშვილმა ბევრი რო იცოდა ჯერ სავაჭრო პალატაში დანიშნეს და მე როგორ შენს პირის დაღება რო გაადააპირა კიდევაც მაგათი მოკლულია სამწუხაროდ ხო და ამიტომ აბსოლუტურად არა ანუ ეს ხო საბოტაჟი მაშინ შეგვიძლია აი სიებთან დაკავშირებით მეც მომისმენია კალბოტონი ნანას საბოტაჟი კი არისო იმ როდესაც აი ამ მისი სანტა-ფეს იმაში მეთქი რომ თქვი ეს მართვადი ქაოსის თეორია რომ დაიწერა იმ პერიოდში დააშალეს საბჭოთა კავშირი და ახალი ის უნდა ჩამოეყალიბებინათ საზოგადოების ცნობიერება დაემუშავებინათ როგორ მედია პირველ რიგში რომელიც იყო სოციალიზაციის ყველაზე კარგი აგენტი და ეს მედიებზე გავიდა და რატო იყო რომ ჟურნალისტური ხელშეუხებლობა ხო გახსოვთ აქ სანაია მოკლეს უკრაინაში ღოღაძე მოკლეს ერთი და აუცილებლად არჩევნების გაყალბების საბაბით უნდა შეცვლილიყო ხელისუფლება მოსულიყო ისეთი ლიბერალური ხელისუფლება რომელიც გაყიდიდა პრივატიზაციით ყველაფერს და უკვე ეკონომიკა რო დაინგრეოდა და მოიშრებოდა ეს დანამატად უკვე აი ამ რაღაცა deep state-ის რაღაცა ნაწილს შეუერთდებოდა. აღარ ახარ სახელმწიფო უკვე შეხარ რაღაცა. აი კალდონ ბაია ჩვენ საუბარიც იმით დავიწყეთ რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ჩვენ არ გვეჩვენება ეს და ეს მართლაც ობიექტურად ასეა რომ არის ღირებული კაცობრიო არა მხოლოდ ჩვენი ქართველი ერთს არამედ კაცობრიობისთვის დიდი ღირებულების მატარებელი ერია და ჩვენი ენა არის მართლაც უძველესი და ალბათ შეიძლება ბევრი საიდუმლოს გასაღებიც რაც აქამდე ჯერ კიდევ დაფარული. ჯერ არ არის დაფარული, ჯერ არ მოსულა. როგორ ფიქრობთ, აი მიზანმიმართული არის ის ბრძოლა, რასაც ჩვენ ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას უწოდებთ. თუ ეს არის აი უბრალოდ იმ ელიტების მიდგომა ყველა სხვა მათთვის არასასურველი ცივილიზაციის მიმართ და ვიყურებენ როგორც რაღაც მესამე სამყაროს ველურ ხალხს, რომელსაც შეგვიძლია ასე მოიწოს. ვინ თქვა ბორელმა თუ ვინ თქვა რომ ევროკავშირი ოაზისია და იმის იქითო. ჩვენ ედემის ბაღი ვარ და დანარჩენი. რომ განათლების რეფორმა ლომაიასი რომ გაკეთდა ის თუ 60 მილიონი და დღესაც ვიხდით ჩვენ იმპულს. ის არავის არ უჩუქებია ჩვენთვის. რომ იქ ფაქტიურად იმაში ინტერნეტში დაიდო ფოტო რომ აი საქართველოში განხორციელდა რეფორმა, ოღონდ იდგა ურემი და იმ ურემთან იდგა ვიღაცა გლეხი, ანუ აი ამ დონეზე რო პიროყოფილი, ამ დონეზე იყო დამოკიდებულება და ეხაც ესეა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ იციან, ძალიან კარგად იციან, ეხა მე თუ ვიცი რამდენი რაღაცა აქ სხვა შორის 40 ასონიშანი იყო სულ თავიდან და ვფიქრობ რომ ილიამ რაღაცა დამალა 33-ზე რო დაიყვანა, რაღაცა არ იყო საჭირო რომ
ჯერ გაეგოთ მას ხო და ნუ ალბათ რო ჯერ დაინახეთ შუმერებს ქალღმერთი ნენანა რო ყავდა თვარის ქალღმერთი ხო აქა ხო ძე დედა ჩემი თვარე მამა აი ძალიან ბევრი რაღაცის იქამდე მივდივარ და აი ასეთ ცივილიზაციას რო შენ ვიღაცას ძალიან კარგი პოლიტიკა ეხა რო უკვე არავის აღარ ეკითხებიან და რაღაცა მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მე მაინც მიმაჩნია რომ როგორც იმ ალის შენგარს ჩააწერინეს მე ამ განათლების კომისიამ ებრაული განათლების ის განათლების რეკომენდაციები ჩააგებინეს კონსტიტუციაში როგორც ეროვნული ღერძის განვითარების ხაზი გესმით თქვენ ყოველ მომდევნო მთავრობას ლიქუდში ვინც მოვიდოდა ეს უნდა გაეკეთებინა მოდი რა ეს ჩაწერე ქართული იდენტობის ქართული იმის ასწავლე შენ სტუდენტებს ესა კაცო იმას თუ კი ასწავლი კირკოროვის და ლექსენის ბიოგრაფიას და ბუშის ბიოგრაფიას არაფერი შემჭირდება ახლა მეга ეს მასწავლე მით უფრო როდესაც ჩვენ საუბრობთ სახელმწიფოზე ხა შეიძლება რაღაც ბელგიას და ნიდერლანდებს ნაკლები გამოწვევა ქონდეთ ხო ამ ხრივ რაც დაკავშირებული არის ზუსტად იმ იდენტობის შენარჩუნებისთვის ბრძოლასთან ზოგს ესე წარმოუდგენია რომ ჩვენთვის ეს მათ შორის დამოუკიდებლობა რაც მივიღეთ მე-20 საუკუნის მიწურულს ეს მოცემულობა დასულას ექნება არა ჩვენ ვართ ქვეყანა რომელიც უნდა იბრძოლოს აი ამ წიგნში მე რო გითხარით იმის იგივე ღამბაშიძის მისი ინგლისის და ამერიკის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს და ამიერკავკასიის ამ წიგნში ბოტანილია წიგნიდან პერიოდული გამოცემებიდან დოკუმენტები 14 იმისის რო ქონდათ გასაგზავნი ნოე ჟორდანიას თავრობა რეებს აგზავნის ოღონ დარჩენ და ყველაფერზე რა თანახმარიან და მიდიან და რა მდგომარეობაა ქვეყანაში როგორ ინგლისი აჩერებს ბაქოში მის წარმოებას ნავთობის და უამრავი ძალიან საინტერესო წიგნის სხვაშორის ეს საჯაროში მაგ საკითხი თუ არ გააკრა დღეს რატო არ შეიძლება იმაზე ლაპარაკი კაი მაშინ 15 რესპუბლიკა ვიყავი და ისტორიის წიგნებში სიმართლე რატო არ შეიძლება ჩაიწეროს ვახტი ბატონიშვილი წერს რომ საქართველოს საზღვართან იყო სომხური პროვინცია სომხეთი სადღაც სომხითარები ცხოვრობდნენ ჩვენი ქვეტომი ეგ იყო ჰაოსი და ქართლში რო იძახე შუშანი კი იყო ეგ და მე ისევ ინდოევროპიდან რო ჩამოსახდა არმენული სექტა როგორ ქართველმა დაარქვა სომეხი მთელ სოფლიოში იყო არმენი და როგორ დაიწყეს რაღაცების მითვისება მე იმამდე ფილიპინებამდე არის მისული და წაკითხული მაქვს ტაჯ-მაჰალის ტაძარი ჩვენ ტერიტორიაზე დგასო ნუ სასაცილომდე მიდის ეს ყველაფერი მაგრამ მე ვიძახი რომ ისტორია არ არის სწორედ დაწერილი გაყალბებულია და სახელმძღვანელოებია შესასვლელი და შენ რო უმტკიცებ ვიღაცას რომ კი ბატონო ოკუპირებული ვართ ახლა რუსეთის მიერ მაგრამ ისტორიას რა უყო ჩემ ისტორიას ტაოგლარჯეთს რა უყო ლორეს რა უყო ახტალას რა უყო საინგილოს რა უყო ეს ხო ჩემი ისტორიაა და ის საბჭოთა განათლების სისტემა მე თუ არ მასწავლი და საქართველოს ისტორიას ლიტერატურას მაძლევთ ახლა მე ვახსენე ჩემი დიდი ბებია პედაგოგი იყო და გოგებაშვილის მეგობრის შვილი იყო და მე ვიზდებოდი თევდორე ღბილის ამბავზე, იამნანამ რაქვნაზე, მიკითხავდა ირაკლი აბაშიძის რას გადაურჩა თბილის, მისი მოსწავლე იყო ძალიან ამაყობდა, რა ქვია, ძალიან ბევრ ამეს და ეს ჩაჯდა ჩემში, გესმით თქვენ და ამიტომ იყო გოგებაშვილი საჭირო და აუცილებელი. არა ის რაღაცა უაზრო ამხელა წიგნები დიდი იმითი ფასით რომელსაც სკოლაში იმხელა ფულს იხდის ჯობელი რომ მე შეიძლება ბავშვს ფეხსაცმელი ვეღარ უყიდოს გეთანხმებით ეხლა თქვენ თქვით რომ ის საბჭოთა პერიოდში ხო ყოველ შემთხვევაში ასე არის ნამდვილად ვიცით რომ არ იყო საქართველოს თითქოს ნამდვილად არ იყო დამოუკიდებელი და ის მათ შორის განათლების პოლიტიკაც იყო არა ისეთი როგორც დაუშვათ საქართველოს ჭირდებოდა არამედ მთლიანად საბჭოთა სივრცეს მაგრამ ეს არ ვიცი ჩემთვის მაგალითი არიან ჩემი მშობლების თაობის ადამიანები და თქვენ ალბათ ძვირფასმა მაყურებელმაც უნდა გააკეთოს ამაზე დასკვნა შევხედოთ როდის უფრო ჩანდა ქართულ საზოგადოებაში ის ეროვნული სული საკუთარი იდენტობის სიყვარული ამისი გააზრების უნარი მაშინ როდესაც აი ვიყავით იმ საბჭოთა განათლების სისტემაში თუ დღეს როდესაც დამოუკიდებლები ვიყავით იმით რომ უყურებდი მგონი მოვუკარ ტელევიზორში რაღაცა სამხედროებს რაღაცა ფიცდებდნენ ახალგაზრდებს იმ ახალგაზრდას мотиваცია რო ქონდეს სამშობლოს დაცვის ეს ისტორია უნდა იცოდეს და მე რო გასწავლიდე რომ სამშობლო ხევსურისას რო სწავლობდი სადაც მშობელ ვარ გავზდილვარ ხომ მშობელ მიწაში მიდგას ფესვები იმას უკვე мотиваცია აქვს რომ ის არის მისი წინაპრების და ის არის მისი დასაცავი როგორ მესაკუთრე ადამიანი ხო ის თავის ბინას ხო არ მიცევს არავის ეზოს არ გაუყოფს არავის ხო ეს განსა უნდა გაჩნდეს ადამიანში რომ ჩვენია ეს ქვეყანა ეს უნდა ჩადო ქართველში ეს ის კი არა რომ შიგ ევროპაში არ მიდიხარ შიგ ევროპაში
შენ ხარ ჭიპი იმ ევრაზიის გასაყარის, რომელიც ბრეჟინსკი იძახდა, რომ ვინც ფლობს ევრაზიას, ის ფლობს სოფლიოსო. აი ეს ავართ ჩვენ. ამიტომ მიდის ეგეთი ამბავი ჩვენზე და რაც უფრო ადვილად და მალე მოგსპობენ, გადასარევი მიწაა ნოყიერი წყალი. ჩვენივრად იცხოვრებს აქ ვიღაცა ჩამოვა მილიარდერი და კი ბატონო. სამყარო თავისუფალი სივრცე არ რჩება სამყაროში, მithumetes დღევანდელ სამყაროში, სადაც სახნავს 1000 მიწები აღარ დარჩა ხალხს. მე კახეთში მაქვს ნაყიდი, იქ დავდივარი, გიждები ქაურობაზე, იმერელი ვარ წარმოშობით. ძროხები დაყიდეს ხალხმა სოფელში, რატომ მიწა აღარ არის, მოძოვოს ძროხამ. სამაგეროდ რაღაცა ფხვნილზე გაკეთებული არაჟნებია უძვირეს ფასებად და რა არის კაცმარცის რა ვჭამთ. ეთანხმებით და ალბათ საინტერესო იქნებოდა რომ ამ აგრარული სექტორისთვის მიექცია მთავრობას ყურადღება და მოგვესმინა მართლა რაღაც არა ისეთ დონეზე რომ კვერცხი გავაიაფეთ 5%. ყველაფერს უნდა მიექცეს ყურადღება. ეს არის ალბათ სტრატეგიული მნიშვნელობის მიდგომა. და უნდა იცოდეს ყველამ რომ ვერანაირი ინვესტიციით პირველი ინვესტიცია არის განათლება. ჩადებული შენ მომავალ თაობაში და ამას თუ მოსპობ და მოისპობა აი ამ არც ერთ უნივერსიტეტს არ მოწოს ეს რაც კეთდება და ნუ გინდა თუ არა უნდა გავაკეთოთ და რატო ვერც ერთი არგუმენტი ჩემთვის არ არის დამაკმაყოფილებელი რა ვქნა ეხა არა ვარ ამ შემთხვევაში ჩასაფრების ნამდვილად მაგრამ ნუ ვიცი რაც შეიძლება მოყვას ამას ლოგიკურად ვხედავ უკვე და არ მინდა რომ ესე მოხდეს დიდი მადლობა ქალბატონ ბაია იმედს გვიტოვებთ რომ აი ეს მართლა ჯანსაღი კრიტიკა და არა ჩასაფრებულის ან მით უფრო დაზიანების პოზიციიდან ნათქვამი კრიტიკა იქნება მიღებული და კრიტიკა და რეკომენდაცია ალბათ უფრო შეიძლება ამას დავარქვათ იქნება მიღებული და შესმენილი იმიტომ რომ როდესაც მით უფრო იმ ადამიანების მხრიდან გვესმის ეს საუბარი რომლებიც არასდროს ყოფილან აი პირიქით იყვნენ რადიკალურ დაპირისპირებაში ამ მეორე მხარესთან და იყვნენ ხელისუფლების ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის მისაღები მხარდამჭერები ბრძოლა აქვს გავლილი ამის გამო მონაწილეობა აქვს ამ პროცესებში მიღებული და ამ ხალხის პირით ისმის დღეს ეს კრიტიკა მე ვფიქრობ რომ როგორც მინიმუმ ეს კრიტიკა იმსახურებს მოსმენას და გათვალისწინებას დიდ მადლობას გადაგიხდით და გისურვებთ მე და მე ყველას ურჩევდი რომ ეს წიგნი არ არის გაყიდვაში მაგრამ თუ სადმე წააწყდეთ იმიტომ რომ ორი მქონდა ვათხოვე ერთი გაგნიძე იყო გვარად იურისტი და არ დამიკარგო მეთქი და საერთოდ დამეკარგა ტელეფონი გაჩია ყველაფერი და იმდენად საინტერესო წიგნი რომ აღარ ვნახე ის კაცი. ეს დედაჩემის და მამაჩემის სახელზე კიდე კაი ისე გამიხარდა გულში ვიპოვე. ჩაუჯექი ახლა უნდა დავამუშავ. საოცარი რაღაცები წერი, აი ეს არის, აი ეს ანბანი ერთი და მეორე, აი ესეთი ფორმით. და K100 არის ჯვრის ფორმის, ვარსკვლავებით. ძალიან საინტერესო არის და თუ მომეცემა საშუალება მე დიდი სიამოვნებით გავიცნობ. ალბათ ხო, აბა. დაგემშვიდობებით, მადლობას გადაგიხდით. მადლობას გიხდით მე თქვენ და იმედია რომ მე არ გადავამეტე ჩემ ემოციას, იმიტომ რომ თემა ისეთი რომ არ შეიძლება აქ ისე წყნარად საუბარი. ნამდვილად არა და დიდი მადლობა ამისთვის შეგახსენებთ რომ ქალბატონი ბაია ამაშუკელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით, კარგად ვსანდებოდ. გვიყვარდეს საქართველოს სამშობლო პირველ რიგში, არა ტერიტორია და ქვეყანა და ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისთვის. დიდი მადლობა. ერთად. აბა მადლობა თქვენ.